მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო. ეთერშია გადაცემა იმედით გამოწვდილი ხელები, ანუ ყველაფერი შეზღუდულ შესაძლებლობებზე. თქვენ შეგიძლიათ დაგვირეკოთ პირდაპირ ეთერში ნომერზე 2-388-105. ჩემი გადაცემით აუცილებლად თქვენ ყოველთვის იცით, რომ შუქდება უკაცრავად ყველა ის პრობლემა, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს ეხებათ. იქნება ეს იურიდიული პრობლემები, იქნება განათლება, ეხება ჯანდაცვას, ნებისმიერი პრობლემა შუქდება ამ ეთერის საშუალებით და გადაცემის საშუალებით. მოგეხსენებათ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანებს მთელი ცხოვრების მანძილზე თითქმის სჭირდებათ მედიკამენტოზური მკურნალობა. ეს შეზღუდული შესაძლებლობა არ არის დაუშვათ გრიპი, აპენდიციტი ან რაღაცა ისეთი, რომ რაღაცა მოკლე პერიოდში მოგვარდეს, ალაგდეს და დამთავრდეს. სამწუხაროდ ეს გრძელდება მთელი ცხოვრება და ადამიანებს უწევთ აი ამდენი წლების მანძილზე მიიღონ ძალიან ბევრი ისეთი პრეპარატი, რომელიც იმის გარდა, რომ დანიშნულების მხრივ მოქმედებს ასევე დანარჩენ ორგანოებზეც და მოქმედებს არც თუ ისე დადებითად. დღეს მე მინდა ჩემი სტუმრები წარმოგიდგინოთ, ესენი გახლავთ ქალბატონი მარინა ურუშაძე, ბავშვთა პედიატრი და იმუნოალერგოლოგი. მოგესალმებით ქალბატონო მარინა. ველნეს კონსულტანტები და მოუკიდებელი პარტნიორები და სწორი კვების სპეციალისტები, ქალბატონი ირმა ელბაქიძე და ბატონი დაჩი ჯიქია. ეს გახლავთ ანუ მე რო სიტყვა არ გამიგრძელდეს ქალბატონო მარინა, თქვენ უფრო უკეთესად ისაუბრებთ, იმიტომ რომ ეს ისეთი ჯადოსნური რაღაც აღმოვაჩინე მე, შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვები ძალიან ბევრნი არიან ისეთი პრობლემებით, რომლებსაც ნამდვილად წაადგებათ ეს თქვენი მედიკამენტები. აი მოდით ვისაუბროთ, დავიწყოთ იქიდან, რას წარმოადგენს, ზოგადად ვისაუბროთ, რა პროდუქცია, რისი პროდუქციაა და მე შეკითხვებით მოგეხმარებით. გისმენთ. ძალიან კარგი. მე პირველ რიგში კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმები მსმენელებს, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. ძალიან მიხარია რომ მოგვიწვიეთ ეთერში და მე ვთვლი რომ დღევანდელი ინფორმაცია ნამდვილად იქნება ღირებული ასეთი ადამიანებისთვის და არა მარტო ასეთი ადამიანებისთვის მინდა გითხრათ, იმიტომ რომ მთლიანად ეს პროდუქცია ემსახურება იმას, რასაც ქვია ჯანმრთელობის რეზერვის მაქსიმალური ამოქმედება ორგანიზმში. საერთოდ მინდა გითხრათ რომ ბედნიერი ვარ და ძალიან მიხარია რომ დღეს საქართველოში ჯანმრთელობის ბაზარზე ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ვისარგებლოთ ისეთი უნიკალური პროდუქციით, რასაც ქვია ორგანიზმის ფუნქციონალური საკვები. იცით, კომპანია TSC ამ შემთხვევაში მოგვივლინა ზუსტად ამ პროდუქციის შემომტანად საქართველოს ჯანმრთელობის ბაზარზე და მე ვთქვი, რომ ეს არის ძალიან სერიოზული მონაპოვარი ჯანმრთელობისათვის. ყველა ადამიანისათვის, ჯანმრთელისათვისაც და მით უმეტეს თუ მას აქვს რაღაც ჯანმრთელობის პრობლემა. თქვენ ბრძანეთ, რომ ძალიან მოიმატა იმ რაოდენობამ, რასაც ქვია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები დღეს საქართველოში და დღეს მათთვის აუცილებელია პირველ რიგში მე რა თქმა უნდა შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მთლიანად შეიძლება ყველაფერი და ეს რაღაც პანაცეას სახით არ უნდა მოვექცეთ ამ პროდუქციას, მაგრამ მათთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ჯანმრთელობის რეზერვი გქონდეთ ძალიან დიდხანს კარგ მდგომარეობაში. მათთვისაც, მათი მომვლელებისთვისაც და ვისაც აქვთ ამ ადამიანებთან შეხება. ანუ ის რესურსები უკაცრავად, ანუ ის რესურსები, რაც ორგანიზმს გააჩნია, მივეხმაროთ, რომ ხანგრძლივად გქონდეთ და არ მოხდეს ამ რესურსების დროზე ადრე აბსოლუტურად სწორად ბრძანეთ თქვენ, ზუსტად ამ რესურსების მაქსიმალურად შენარჩუნებაზეა დღეს საუბარი და ამას აკეთებს ის, რასაც ქვია ორგანიზმის ფუნქციონალური საკვები. იცით, ეს არ არის მედიკამენტი, ეს არ არის ქიმიური პრეპარატი, მაგრამ ეს არის ის აუცილებელი, რაც ითვლება ორგანიზმში საშენ სტრუქტურულ მასალად, აძლევს ორგანიზმს სწორი ნივთიერებათაცვლის პროცესების წარმართვის საშუალებას, აძლევს იმუნურ სისტემას კომფორტული მუშაობა
მუშაობის საშუალებას და არის ენერგიის წყარო ჩვენი ორგანიზმისა და ჩვენი საერთოდ ფუნქციური სისტემებისათვის. ამიტომ, როდესაც საუბრობთ კომპანიის პროდუქციაზე, მე ძალიან თამამად ვიტყვი, რომ ეს არის უნიკალურად დამუშავებული პროდუქტი, უკვე დაბალანსებული და მორგებული ორგანიზმის მოთხოვნილებას ისეთნაირად, რომ ის მთლიანად აღმოფხრის საშენი მასალის დეფიციტს და აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას. იცით, საერთოდ, როდესაც ეხები პროდუქტს, ყოველთვის მნიშვნელოვანია, რამდენად სწრაფად გაყავხარ მას შედეგზე. რამდენად შენ სწრაფად აღწევ იმას, როდესაც მკურნალობ პაციენტს, რისთვისაც მას აწვდი ამ პროდუქციას და მე მინდა ყველას უთხრა, რომ შედეგები არის გასაუგნებელი, ზოგჯერ დაჯერებაც კი გვიჭირს იმისა, თუ რამდენად სწრაფად შეგვიძლია მივიღოთ ის ეფექტები, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით ექიმები პაციენტებთან მიმართებაში, რომ დავამარცხოთ ესა თუ ის ჯანმრთელობის პრობლემა. ფუნქციონალური საკვები კომპანიისა მიღწეულია მხოლოდ მაღალ ტექნოლოგიური ხაზის დამუშავების შედეგად. ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი ნედლეულისაგან დამზადებული პროდუქტი, მცენარეული და ცხოველური წარმოშობის. ადაპტირებულია ორგანიზმზე, დაბალანსებულია. პროდუქციას არ გააჩნია იცით ასაკობრივი ცენზი. იმდენად გასუფთავებულია ყველანაირი ბალასტისაგან, რომ არ არის გვერდიერთი ტოქსიური მომენტები, არ არის ალერგიული რეაქციები, შეთავსებადია სხვადასხვა მედიკამენტოზურ საშუალებებთან, ქიმიური პრეპარატების სახით, შეთავსებადია გომეოპათიურ საშუალებებთან, ფიტოთერაპიულთან. არ აქვს როგორი მომენტი, იცით, თუ კი ამას ღებულობ, ესე იგი სხვა რაღაცის მიღება ამასთან ერთად არ შეიძლება. იმიტომ რომ ეს არის ფუნქციონალური საკვები, სწორედ ის, რაც ჭირდება ორგანიზმ ჯანმრთელობისათვის. ამიტომ თამამად შეგვიძლია რეკომენდაცია გაუწოდოთ ყველანაირი კატეგორიის მომხმარებელს. ეს იქნება ფეხმძიმე ქალბატონი, ახალშობილი, მოზარდი, ხანდაზმული ადამიანი, ადამიანები კლიმაკტერულ არ აქვს ამას მნიშვნელობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ არის პერედოზირების, არ არის დამოკიდებულების მომენტი, მიჩვევის მომენტი პროდუქციაზე, რადგანაც ეს არის ის, რაც ორგანიზმში ჩვენ ყველას უკვე გვაქვს გათავისებული საკვებისა და საშენი მასალის სახით. ამ კუთხით შეიძლება კიდევ ერთ მომენტს ჩავამატებ, რომ პროდუქცია ძირითადად მუშაობს შევსებაზე, ანუ აღმოფხვრას დეფიციტი ის რაც არ გვაკლია და არ ყოფნის იმისა, რომ მოწესრიგდეს ნივთიერებათა ცვლა, მუშაობს იმაზე, რომ გასუფთავდეს ორგანიზმი ყველანაირი ტოქსინებისაგან, ყველანაირი შლაკებისაგან, იმ მეტაბოლიტური ნარჩენებისაგან, რისი გამოძევებაც ორგანიზმს უჭირს თავად და ეხმარება ამაში. ეს არის სისხლძარღვოვან დონეზე, ნაწლაურ დონეზე, ეს არის უჯრედის დონეზე. ამიტომ ძალიან სრულფასოვანი წმენდა ხდება ორგანიზმის და რა თქმა უნდა ფუნქციური სისტემები რეგულაცია, რა თქმა უნდა, იმუნიტეტისა და ყველა თავდაცვითი დონეების რეგულაციები. ზუსტად ქალბატონო მარინა. იმიტომ რომ ბავშვები ასეთი დაავადებებით, როგორც არის ჰიდროცეფალია, იქ მთელი რიგი დაავადებები შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებს, რაც ძირითადად გჭირს, იქ ყოველთვის მოშლილია იმუნური სისტემა და დაბალიაო კი არა და თითქმის მოშლილია, ასე ვიტყვით და ორგანიზმი არის ძალიან ბრძოლის უნარ დაკარგული. ამ შემთხვევაში ახლა ჩემი გადაცემა არის ყველაფერი შეზღუდულ შესაძლებლობებზე. მოდით გავაკეთოთ აქცენტი აი ამ შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებს და პირებს, თქვენ ბრძანეთ რომ არ არის აქ ასაკში შეზღუდვა თქვენი პროდუქციის მხრივ, ხო? აი ამ ბავშვების მხრიდან ვილაპარაკოთ დასაწყისში. რა ხდება თქვენი პროდუქცია, რომელი პროდუქცია გაქვთ და თუ გაქვთ ისეთი, რომელიც აუმაღლებს იმუნიტეტს ბავშვებს, გაუმჯობესებს, გაუძლიერებს აი ამ სასიცოცხლო ბრძოლას მოუმატებს. გასაგებია. იმუნიტეტი ზოგადად ეს არ არის რაღაც ერთ სისტემაზე მომუშავე მდგომარეობა ორგანიზმისა. ეს არის ძალიან, როგორ გიხართ, კვალიფიციური, მრავალდონიანი თავდაცვითი მექანიზმების ერთობლიობა, რომელსაც ეკისრება აი ფუნქცია, რომ ორგანიზმმა მოახდინოს გამოცნობა, განეიტრალება და გამოძევება ყველაფერი იმისი, რაც არის გენეტიკურად უცხო მისთვის, რაც არის მისთვის ვარგისი და რაც არის მისთვის ზედმეტად გამაღიზიანებელი. როდესაც ეს სისტემები, როგორც თქვენ ბრძანეთ, ძალიან მოიკოჭლებს და დაავადებები, აი ესეთი დაავადებების დროს, მით უმეტეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებში, ეს ძალიან ქვეითდება იმუნური თავდაცვის მექანიზმები. რა თქმა უნდა, აქ მნიშვნელოვანია ჩვენ დავეხმაროთ იმუნურ სისტემას. როდესაც საუბარი არის, იცით, ბავშვებზე
მე არ ვიტყოდი, რომ ეს არის პანაცეა, მაგრამ იცით, ყველანაირ ვარიანტში, ყველანაირი გამოვლინების დროს კომპანიას აქვს პროდუქტი, რომელსაც ჩვენ უწოდებთ ადაპტირებულ საბავშვო კალციუმს, რომელიც შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს ძალიან სერიოზულ იმუნოკორექტორად ბავშვ-საბავშვო ასაკში, იმიტომ რომ მასში არის ყველაფერი ის, რაც ჭირდება აი ამ დროს ამ სისტემის გაძლიერებას. ეს არის კალციუმის ძალიან სრულფასოვანი შემცველობა. მე აქ გულისხმობ როგორც დამუშავების ხარისხს პროდუქტისას, რომ მას აქვს ძალიან მაღალი შეწოვის და დეპონირების პროცენტი, ასევე ფუნქციურად მისი ზემოქმედების ფართო ძალიან არეალს და ფართო სპექტრს. იცით, საბავშვო კალციუმი არ არის მარტო კალციის შემცველი პროდუქტი. ეს არის ადაპტირებული პროდუქტი, რომელიც შეიცავს ყველა საჭირო ამინომჟავას ბავშვების ფსიქომოტორული განვითარებისათვის. აქ შედის ვიტამინების კომპლექსი. აქ შედის ძალიან მნიშვნელოვანი ნივთიერებები ლეციტინის და ტაურინის სახით და ვისაც აი გამოხატულად აქვს ის პრობლემა, რომელსაც ქვია გიდროცეფალური სინდრომი, რომელსაც ქვია ცერებრალური დამბლის პრობლემები, სირინგომიელია და სპაზმოფილიის პრობლემები, სადაც არის ძალიან მაღალი მზაობა კრუნჩხვებისა და ძალიან მაღალი გაღიზიანებადობის და გაუწონასწორებელი ემოციური ფონი. აი აქ ეს პროდუქტი ძალიან სერიოზულ შეღავაც მისცემს ბავშვებსაც და რა თქმა უნდა მომვლელესაც, იმიტომ რომ იცით, მე ვთვლი რომ პარალელურად ალბათ ასეთი ბავშვების მკურნალობასთან ერთად უნდა მიდიოდეს მკურნალობა იმ ადამიანებს, რომლებსაც შეხება აქვთ და ფსიქოლოგიურ სერიოზულ ტრავმას და სტრესს განიცდიან აი ესეთი ადამიანების მოვლის დროს. ეს ძალიან სერიოზული ზეწოლა არის ადამიანის ფსიქიკაზე და მე შემიძლია და ქეთს ვიხრი ყველა დედის წინაშე, ვისაც ყავს ესეთი შვილი, ვინც ებრძვის ამ დაავადებებს წლების მანძილზე, ეს არის ძალიან სერიოზული დამოკიდებულება ალბათ და ღმერთმა გააძლიეროთ ისინი აი ამ კუთხით. მაგრამ მარტო სულიერი სიძლიერის მომენტი არაფერს არ გაგვიკეთებს თუ არ მივეხმარეთ ორგანიზმს. ამიტომ საბავშვო კალციუმი პირველ რიგში ბავშვებისათვის ეს არის სერიოზული ადაპტირებული პროდუქტი. აი ესეთი პრობლემების დროს მინდა გითხრათ ჩვენი ანტილიპიდური ჩაი. პროდუქტი, რომელსაც შეუძლია ძალიან სერიოზულად მოახდინოს შიდა ქალის წნევის რეგულაციის მომენტები, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ასეთი დაავადებების დროს. იმიტომ რომ ასეთ პაციენტებს ხშირად აწუხებთ თავის ტკივილები, ხშირად აწუხებთ დაჭიმულობის მომენტები. ეს არის კუნთოვანი მყესობრივი დაჭიმულობა თუ დაჭიმულობა იმის გამო, რომ არის ეგრეთ წოდებული რიგიდულობის моменти, კუნთების. ანუ ნებისმიერი ნევროლოგიური დაავადების სიმპტომი, აბსოლუტურად შეიძლება ამის მიღება. არის, იცით, ეს იმდენად სწრაფად იძლევა შეღავათის მომენტს, მე არ ვამბობ გამოჯამრთელებას, მაგრამ შეღავათის მომენტს, რომ ხანდახან გაოცებული ვრჩებით ჩვენ თვითონ ექიმებიც კი, რომლებიც აი ესეთ შედეგებზე ვაკეთებთ, რა თქმა უნდა, გათვლას როცა ვნიშნავთ, მაგრამ ინდივიდუალურია ყველა პაციენტი და ინდივიდუალურია ყველა დაავადება. ამიტომ ანტილიპიდური ჩაისთან ერთად ჩვენი საბავშვო კალციუმი არის ძალიან სერიოზული კომპლექსი პროდუქციისა, რომელიც მიეხმარება ამ ადამიანებს აი ესეთი პრობლემის მოგვარებაში. ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი მინერალის დამატება, როგორიც არის ბიოთუთია, რომელსაც ჩვენ ნივთიერებათა ცვლის დირიჟორს უწოდებთ და პირველ რიგში თუთია იმისთვის, რომ ყველა ანალიზატორის მოქმედებაში, ყველანაირი ინერვაციის ხარისხის სრულფასოვან ჩამოყალიბებაში ღებულობს თუთია მონაწილეობას და თქვენ მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი დაავადებების დროს ნერვიული სისტემის რეგულაცია, სწორი მიწოდება იმპულსისა, სწორი მიწოდება და გამაღიზიანებელზე სწორი ადეკვატური რეაგირება ორგანიზმისა და ამიტომ რა თქმა უნდა ეს მინერალიც არის ძალიან მნიშვნელოვანი დანართი თუ შეიძლება ამ კომპლექსში, რასაც საბავშვო კალციუმი ქვია, ანტილიპიდური ჩაი ქვია. აღარაფერს აღარ ვამბობ იცით ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც პირდაპირ არის მიმართული იმისკენ, რასაც იმუნიტეტის ამაღლება ქვია ადამიანისთვის და ბავშვები იქნება ეს თუ მოზრდილები, ამას არ აქვს მნიშვნელობა. საერთოდ ფუნქციონალურ საკვებში ჩვენ ხშირად მას როგორც ამ პროდუქტების მეფეს მოვიხსენიებთ, ეს არის კორდიცეპსი, პროდუქტი, რომელიც მიიღება. იცით რა, მე ვიცი ეს რა პროდუქტიც არის, ანუ გააქვთ გამოცდილებისთვის, რომ უფრო გასაგებად იყოს. აი, პატარა 1-2 წინადადებით გამოვთქვათ ჩემ მოსაზრებას. ანუ შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებს და
პირებს საერთოდ, ვინაიდან იმუნიტეტი დაბალი აქვთ, ხომ, ეს ანთებითი პროცესები გაციება და ესე ძალიან მალე ერევათ და ადვილად ერევათ და ჩვენ გვიწევს მერე გვინდა არ გვინდა, ძალიან კარგად ვიცი რომ ანტიბიოტიკის მიღება დიდად სასურველი არ არის შეზღუდული შესაძლებლობა, ჩემი შვილი მაგალითად, ხო, ისეაც ძალიან დასუსტებულია 1000 პრობლემით და კიდევ ვამატებ ანტიბიოტიკს, რომელიც არანაირად არ არის დადებითად არ მუშაობს სამშობლოში. არ აქვს ადამიანს. აი მე ვიცი რომ აი ეს თქვენ გაქვთ რაღაცა ბუნებრივი ანტიბიოტიკი. მე ასე ვიტყოდი, ანთების საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც მუშაობს როგორც ანტიბიოტიკი, მაგრამ ანტიბიოტიკისაგან განსხვავებით, კორტიცეპსი ახდენს ალერგიული ფონის ძალიან კარგ გალაგებას. ახდენს გორმონალური ფონის ძალიან კარგ რეგულაციას. ახდენს საკუთარი მიკროფლორის ძალიან კარგ აქტივაციას, რაც პირიქით ხდება ანტიბიოტიკების შემთხვევაში. ჩვენ ძალიან ხშირად ვდგებით იმ ფაქტის წინაშე, რომ ძლიერი ანტიბიოტიკების კურსი სამწუხაროდ ხშირად იწვევს დისბაქტერიოზის პრობლემებს. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ კორტიცეპსზე, ყველაფერი ის უარყოფითი, რაც მე უკვე ჩამოვთვალე, აქ ძალიან დადებით კონტექსტში შეგვიძლია წარმოვადგინოთ. კორტიცეპსი არის ძალიან ძლიერი იმუნომოდულატორი, არის ძალიან ძლიერი ანთების საწინააღმდეგო პროდუქტი, ალერგიული ფონისთვის ძალიან აქტუალური პროდუქტი, ვისაც ასთმური კომპონენტებით მიდის ანთებადი პროცესები, ეს შეუდარებელი პროდუქტია ამ კუთხით კალციებთან ერთად. ძალიან სერიოზულ სინერგიზმში მოდის, ანუ აძლიერებს ერთმანეთს საბავშვო კალციუმი და კორტიცეპსი. ეფექტურობის მომენტი ერთიათად იზრდება, როდესაც ეს ორი პროდუქტი ერთდროულად ჯდება სამკურნალო სარეაბილიტაციო სქემაში. და რადგან შევეხე კორტიცეპს და შევეხე იმას, რასაც ორგანიზმის მიკროფლორა ჰქვია, რომელიც ძალიან დასუსტებულია, მიდაგეთხათ, აი ესეთ ჯგუფში, რასაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები ჰქვია, საკუთარი ფლორის მომენტი. ნაწლავური ფლორა იქნება თუ ის ლორწოვანი გარსის ფლორა. მე აუცილებლად უნდა შევეხო პროდუქტს, რომელსაც ჰქვია სპირულინა. პროდუქტი, რომელსაც ჩვენ უძახით საკვებს ჩვენი საკუთარი ნაწლავური ფლორისთვის. პროდუქტი, რომელიც არის უნივერსალური, ძალიან სწრაფად დეპონირებადი ცილის წყარო და თქვენ მოგეხსენებათ, რომ ესეთი ადამიანები ფიზიკურად აქტიურები ვერ იქნებიან. ესეთი ადამიანები ვერ ახერხებენ სამწუხაროდ აი სრულფასოვან ნივთიერებათაცვლის პროცესებს და მათთვის მიწოდება ისეთი საშენი მასალის, როგორიც არის ძალიან სწრაფი ათვისებადი ცილა სპირულინის სახით. ეს არის ლურჯ მწვანე წყალმცენარე, მცენარეული ცილა, მაგრამ ძალიან სრულფასოვანი. წყალმცენარე მგონი მსოფლიოში მხოლოდ სამ ტბაში იზრდება. აბსოლუტურად მე მოხარული ვარ, რომ თქვენ ფლობთ ასეთ ინფორმაციას, ეს ძალიან კარგია და მე მინდა რომ ყველას ჰქონდეს საშუალება, იცით, რომ აი ინფორმაციას ასეთი პროდუქტების შესახებ ფლობდნენ. აბსოლუტურად სწორია. კომპანია იყენებს მხოლოდ ბუნებრივ ნედლეულს. თუ თქვენ მაგალითად ფარმაცევტულ ქსელში შებრძანდებით, ძალიან ხშირად ნახავთ იქ სპირულინას სხვადასხვა კომპანიების მიერ ნაწარმოებს, მაგრამ კომპანიის სპირულინა არის არა ლაბორატორიული გზით, ეს არის მხოლოდ ბუნებრივი ნედლეული სპირულინა ჩინხუის ტბიდან მიღებული და ძალიან მდიდარი ყველაფერი იმით, რასაც ეს წყალმცენარე ფლობს. ეს არის ძალიან სერიოზული მინერალების საწყობი. ძალიან ხშირად მას მწვანე სისხლად მოიხსენებენ, იმდენად მდიდარია რკინით. იოდის შემცველობა, ამინომჟავების შემცველობა, ანტიონკოლოგიური პროდუქტი არის ძალიან სერიოზული. ძალიან სერიოზული თავდაცვა არის უჯრედისათვის. ეს არის ბრძოლა სიბერის წინააღმდეგ, ეს არის ბრძოლა ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად. მე ვიტყოდი, რომ ეს არის ენერგეტიკა, ძალიან დადებითი ენერგეტიკა. ეს არის ის, რასაც ქვია სიძლიერე შიგნით ორგანიზმისა, იმისთვის, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს ძალიან ბევრ უარყოფით ორგანიზმში. ძალიან დიდი მადლობა, ქალბატონო მარინა. ესეთი საინტერესო საუბრისთვის და მე ხა მინდა გადავიდე ქალბატონო ირმასთან. ქალბატონო ირმა, თქვენ ბრძანდებით კომპანიის წარმომადგენელი და აი თქვენ აგერ გამოფენილია თქვენი ნაწარმი, ანუ ის პროდუქტი, რომელზეც ნაწილობრივ, რომელზეც ქალბატონმა მარინა მისაუბრა. თუ შეიძლება მე მინდა ახლა სიტყვა თქვენ დაგითმოთ, აი მოგვიყევით რას ნიშნავს საერთოდ თქვენ ბრძანდებით კვების კონსულტანტი. ხო, აი რას ნიშნავს ეს და რა როლი გაკისრიათ თქვენ? ჩვენი მთავარი როლი, როდესაც ჩვენ მუშაობთ მომხმარებელთან არის ის, რომ პირველ რიგში დავნერგოთ სწორი კვების კულტურა.
ზოგადად ჯანმრთელი ცხოვრების წესი, ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია უკვე 21 საუკუნეში, გახდა ძალიან საჭირო ამაზე საუბარი, იმიტომ რომ რეალურად უკვე ქალბატონმა მარინამაც ისაუბრა, რომ ძალიან სერიოზულ დეფიციტს ვაწყდებით საჭირო მინერალების, რომელიც ორგანიზმში ჭირდება და ვეღარ შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანებში განსაკუთრებით კატასტროფული სიტუაცია მინერალების დიახ კატასტროფულად ნაკლებია მინერალები. სინამდვილეში ჩვენ უბრალოდ ვაწვდით მათ იმ ინფორმაციას, რომელიც წესით სინამდვილეში ეს ინფორმაცია დევს ინტერნეტში. ჩვეულებრივ ხელმისაწვდომი არის ჩვეულებრივი ადამიანებისთვის. მათ შეუძლიათ ეს ინფორმაცია მოიძიონ, წაიკითხონ, მაგრამ არის მომენტი, როდესაც შეიძლება არ იცლიან ამ ყველაფრისთვის და ჩვენ სპეციალურ, ასე ვთქვათ, ორგანიზებას ვაკეთებთ სხვადასხვა ღონისძიებების, სხვადასხვა ორგანიზაციებთან ერთად, ადგილზე ჩვენთან ოფისებში ხდება სპეციალური პრეზენტაციები, ლექციები სწორი კვებისა და ორგანიზმის ჰიგიენის შესახებ. რაც შეეხება იმ პროდუქტებს, რომელიც ჩვენ ახლა აი აქ მოვიტანეთ, სხვათა შორის ეს არის სპეციალური საჩუქარი კომპანიისგან თქვენთვის, როგორც დედისთვის, რომელსაც სახლში ყავს ასეთი ბავშვი და თქვენ ვიცით, რომ ეს გარკვეული დატვირთვა გაქვთ, იმ განსაკუთრებით მინდა ამ წუთას ახლა გავმახვილო ყურადღება კბილის პასტაზე, იმიტომ რომ მე ვიცი, რომ უნარშეზღუდული ბავშვებთან არის ეს პრობლემა. აი ზუსტად მე ვიტყვი ამას, იცით რა, ქალბატონო ირმა, მაგალითად აი ჩემი შვილიდან დავიწყებ. გოგილოსთან მაქვს ესეთი მომენტი და ძალიან ბევრია ჩემი შვილისნაირი ბავშვი. ანუ კბილების გამოხეხვა და ეს უკაცრავად და ეს რომ გამოივლოს და გადმოღაროს არაფრით არ შეუძლია. იმ შემთხვევაში თუ აი ეს ჩაეყლაპა ბავშვს, რა ხდება? აი ზუსტად ამის აქედან მინდოდა დამეწყო, რომ ეს არის კბილის პასტა, რომელიც არის აბსოლუტურად ბუნებრივი კომპონენტებით, ანუ 100%-იანი ბუნებრივი, ასე ვთქვათ, კომპონენტებით დამუშავებული კბილის პასტა არის, წყალიც კი დეიონიზირებული, ანუ გასუფთავებული არის ბაქტერიებისგან და თქვენ წარმოიდგინეთ ბავშვსაც და დიდსაც რომ გადაეყლაპოს, არანაირ ალერგიას, მოწამვლას, კუჭსაშლილობას არ იწვევს და ზუსტად ამის გამო ჩვენ დღეს ვურჩევთ ყველას, ვისაც აქვს ეს პრობლემა, რომ მაგალითად რაღაც სხვადასხვა შეზღუდული უნარების გამო შეიძლება გამოხეხვის შემდეგ ვერ მოხდეს ამ ყველაფრის უკან გადმოტანა, არის არაჩვეულებრივი პროდუქტი, 135 გრამიანია, სხვადასხვა ოჯახს 5-6 თვე ყოფნის, იმიტომ რომ ძალიან ცოტა უნდა დავადოთ თვითონ ჯაგრისზე, თავისივე ჯაგრისი მოყვება და საინტერესო არის ის, რომ პირიქით თვითონ წარმოებელი გვეუბნება, რომ არ არის საჭირო ბევრი გამოვლება, იმიტომ რომ ღრძილების პრობლემებზე მუშაობს პლუს კბილის პასტა, სისხლდენების სტომატიტები, პარადონტოზები, ეს არის მისი პირველი მაჩვენებელი და მე მაგალითად დავამატებ ჩვენ ესეთი მოხმარების შემდეგ დავაფიქსირეთ, რომ კბილი 24 საათის განმავლობაში ნადებსაც არ იკეთებს, ამიტომ ძალიან საინტერესო პროდუქტი არის ამ მიმართულებითაც და პლუს რეალურად დღეს ის პრობლემა, რომ შიში აღარ ექნება დედას, რომ მისმა შვილმა კბილის პასტა გადააყლაპა, თქვათ უნებლიეთ, ეს შიში რეალურად მოხსნილი არის ამ მომენტშიც. კიდევ რა გვაქვს ჩვენ? აი თუთიაზე ისაუბრა ქალბატონმა და ეს არის ერთ-ერთი ძალიან უნიკალური პროდუქტი გაციების დროს, ანთებების დროს და შეიძლება ითქვას, რომ ზუსტად აი ეს არის ბუნებრივი ინტერფერონი, რომელიც ადამიანს შეუძლია გამოიყენოს როგორც სიცხის დამწევის საშუალება, ჩვენი კალციუმი, ჩაი, ეს არის შამპუნი და ბალზამი, იგივე ბუნებრივი საშუალებებით ქაცვის ექსტრაქტი და მინდა გავმახვილო ყურადღება ჭურჭლის სარწყის საშუალებაზე, რომელიც ანალოგიურად არის უფრო მეტად ბიოლოგიური დღეს შიში გვაქვს ხოლმე იმისა, რომ ყველა მიცის ალბათ უკვე ჩვენ საზოგადოებაში, რომ ჭურჭლის სარწყის საშუალებები რაც არ უნდა ვრეწყოთ, რაღაც დოზით იქ რჩება ის ქიმიური ნაერთები, ჭურჭელზე და ალერგია შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში და ასე შემდეგ. მაგალითად, აი ეს არის ის საშუალება, რომელიც ერთი წყლის გადავლებით შორდება ჭურჭელს და ფაქტიურად საშიშროებას აღარ წარმოადგენს ორგანიზმისთვის. Tom am კომპლექტით ძალიან გვინდა რომ რაღაც წავეშველოთ თქვენს ოჯახს ამ შემთხვევაში. ძალიან დიდი მადლობა ეს არ ვიცი უღრმესი მადლობა, ნუ არ ვიცი მადლობის მეტი მართლა რა მეთქმის და მეც გავხდები ესე იგი ამ თქვენი პროდუქტის მომხმარებელი. მე ვიცი რომ თქვენთან არის ესე იგი ცერებრალური დამბლის სტატუსის მქონე ადამიანებისთვის უკაცრავად ზარია ეთერში. გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. ალო?
გისმენთ? გამარჯობათ. ორი პატარა ტყუპი გვყავს, ცოტა ადრე დაიბადნენ 7 თვისა და ძალიან უჭირთ გადაადგილება გონებრივად, არაჩვეულებრივად, ვითარდებიან ბავშვები 4 წლისები გახდებიან და აი ეს პროდუქტები სად შეიძლება რომ მივიდეთ, სად შეიძლება შევიძინოთ? გმადლობთ ზარისთვის ქალბატონო. გასაგებია თქვენი შეკითხვა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საბავშვო კალციუმი. ადაპტირებული პროდუქტი, რომელიც მისცემს თქვენს ბავშვს აბსოლუტურად ყველაფერს იმისათვის, რომ ის ფსიქომოტორულად განვითარდეს სრულფასოვნად. ამასთან ერთად შეგიძლიათ თუ კი ბავშვს ენერგეტიკულად, თქვათ მაგალითად, არ გაკმაყოფილებთ, არის გაღიზიანებადობის ფონი შეიძლება მეტნაკლებად გამოხატული, ძილის ხარისხი არ მოგწონთ, იქ ოფლიანობის მომენტი არის, ასწრაფი დაღლის მომენტი არის. აი ამ შემთხვევაში შეგიძლიათ მიაშველოთ კიდევ ჩვენი სპირულინაც და ეს ორი პროდუქტი ნამდვილად სერიოზულ შედეგზე გაგიყვანთ. თქვენ ამას იგრძნობთ ძალიან სწრაფად, დაახლოებით 1 თვის მიღების შემდეგ თქვენ უკვე შეიგრძნობთ პროდუქტის მიღების შედეგს და თუ კი თქვენ გახდებით იმ პროფილაქტიკური კურსის მატარებელი, რასაც ქვია სეზონურად პროდუქტის მოხმარება, მე შემიძლია სრულად და გარანტირებულად გითხრათ, რომ თქვენი ბავშვები ძალიან სერიოზულად იქნებიან დაცული ყველანაირი ვირუსებისა და ინფექციებისაგან ასევე. საინტერესოა ძალიან, მართლაც საინტერესოა. კი ბატონო, ნამდვილად. მე გეკითხებოდით თქვენ, ახლა არ ვიცი თქვენ გამცემთ პასუხს თუ თქვენ გამცემთ. ცენტრალური დამბლის სტატუსის დროს, ცერებრალური დამბლის სტატუსის დროს უკაცრავად არსებობს აპარატი სპეციალური, რომელიც მასაჟით ხსნის სპასტიკას და აი ამ დაჭიმულობას. ამას ქვია იშოუკანი მგონი, ხო? დიახ. აი როგორ ხდება ეს როგორ შეიძლება ამის გამოყენება ნებისმიერ შეუძლია თუ აუცილებლად ექიმის კონსულტაცია საჭირო თქვენთან და მობძანდნენ ალბათ და კონსულტაციაზე და თქვენი რჩევის შემდეგ უკვე გასაგებია თქვენი შეკითხვა საერთოდ კომპანიის მიმართულება ბაზარზე არ არის მარტო ფუნქციონალური საკვები და გამაჯანსაღებელი პროდუქტი აქ არის ძალიან სერიოზული გამაჯანსაღებელი და სადიაგნოსტიკო აპარატურა შემოტანილი და მე რადგან აი ამ სფეროსთან მიმართებაში ჩვენ განვიხილავთ დღეს თემას აუცილებლად ძალიან კარგი შეკითხვა არის თქვენგან ეს არის აპარატი რომელიც ეყრდნობა იმას რასაც ქვია ძალიან ძველი ტრადიცია ბიოლოგიურად აქტიური წერტილებისა და ენერგეტიკული მერიდიანების ერთობლიობის შესახებ ჩვენ ვიცით გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ რომ ორგანიზმში არის ძალიან ბევრი ეგრეთ წოდებული ბიოლოგიურად აქტიური წერტილი რომელსაც 1000 წლების მანძილზე იყენებდნენ როგორც აკუპუნქტურულ წერტილებს. აი აპარატი რომელიც თქვენ ახსენეთ იშოუკანი ფაქტობრივად არის შემცვლელი იმისა რასაც აკუპუნქტურული სეანსები ქვია. ანუ ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებზე ზემოქმედება იმისთვის რომ ფუნქციურად ვიმუშაოთ შიგნით ორგანოს ფუნქციურ ხარისხზე. აპარატი არის ძალიან ადვილი მოხმარებაში, არანაირ განსაკუთრებულ სამედიცინო განათლებას არ ითხოვს, ის არის ძალიან გამარტივებული მომხმარებლისათვის. უბრალოდ არსებობს სპეციალური წერტილებისა და ზონების ჩამონათვალი, გარკვეული დაავადებების დროს, რომლის აბსოლუტურად მითითებას თქვენ გაძლევთ ჩვეულებრივად კონსულტანტი, კონსულტაციის დროს მედკონსულტანტი იქნება თუ ეს კვების კონსულტანტი იქნება. საჭიროა რა თქმა უნდა ინფორმაციის მიღება სრულფასოვან დონეზე რომ მოხდეს კონსულტაციის გავლა, როდესაც არის ესეთი სერიოზული პრობლემა და უკვე თქვენ მიზნობრივად მუშაობთ იმ წერტილებზე, რომელიც მუშაობს თქვენი ნერვიული სისტემის პრობლემების ავაგებაზე. ეს იქნება დაჭიმულობის მოხსნა, ეს იქნება ფუნქციურად გაუმჯობესება ნერვიული სისტემის, ეს იქნება სპასტიკის მოხსნა, ტკივილის გაყუჩების ეფექტი, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება. თქვენ წარმოიდგინეთ რომ იმ უბნებში სადაც მუშაობს აპარატი ხდება არა მარტო სპაზმის მოხსნა, არამედ სისხლის მიმოქცევის, ჟანგბად მიწოდების ხარისხის გაუმჯობესება და ფუნქციურად ეს ორგანოები ბევრად უკეთესად იწყებენ მუშაობას. ძალიან გვეხმარება ეს აპარატი პოსტინსულტებში, პოსტინფარქტულ მდგომარეობაში, როდესაც აღდგენაზეა საუბარი, ნერვის, კუნთის, მყესის, აი ესეთ პროცესების დროს მე ვიტყოდი შეუდარებელი ეფექტი აქვს და ძალიან ადვილი არის მოხმარებაში. ბატონო მარინა
გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. გამარჯობა, ეხლა ჩავხდე ტელევიზორი და იქნებ გაგვიმეოროთ რა პროდუქცია ლაპარაკი. ეს არის ქალბატონო ფუნქციონალური საკვები ადამიანის ორგანიზმისთვის, რომელსაც შეუძლია მოახდინოს დეფიციტის აღმოფხვრა საჭირო საშენი მასალის ორგანიზმში, მოახდინოს ენერგიით უზრუნველყოფა და იმუნური სისტემის სერიოზული რეგულაცია. ფუნქციონალურ საკვებზე არის საუბარი. ქალბატონო ირმა, მე ვიცი რომ თქვენ აკეთებთ ამ დიაგნოსტიკას, აი ეს სპეციალური აპარატი არსებობს, რისგანაც უკვე მერე დგინდება, რომელ უბანში ჭირს და ორგანიზმს რა უჭირს. თუ შეიძლება აი ამაზე მოგვიყვებით. ანუ ეს არ არის დიაგნოსტიკა, ჩვენ დიაგნოზს აი რა ქვია, კი ბატონო, ეს არის ესეთი აპარატი, რომელიც უბრალოდ ტესტირებას აკეთებს ორგანიზმის აკუპუნქტურულ დონეზე, პროექციული წერტილების მეშვეობით, ხდება ორგანოების ფუნქციონირების შემოწმება და უბრალოდ ხდება სწორი კვების რეჟიმის დადგენა, წყლის რეჟიმის დადგენა და ხდება ინდივიდუალურად იმ კონკრეტული ადამიანისთვის, იმ ორგანიზმისთვის საჭირო მინერალების შერჩევა, რა დონეზე არის ორგანიზმი გასაწმენდი იმ ყველაფრის დადგენა და რა დონეზე არის საჭირო იმუნომოდულაცია. იმის მიხედვით შედგება პროდუქტის, ასე ვთქვათ, ნუსხა, შედგება თვითონ პროგრამა, როგორ უნდა დალიოს და რანაირად და რეალურად მე ხდება მთელი წლის განმავლობაში ჩვენ მომხმარებელთან მუშაობთ იმისათვის რომ ასე ვთქვათ გავაკონტროლოთ მისი მდგომარეობა. ეს არის ფაქტურად შემდეგ მთელი წლის განმავლობაში უფასო მომსახურება აქვს კომპანიას ძალიან ეფექტურად მუშაობს ეს ყველაფერი. მე მინდა ნაბოდიშს ვიხდი წეგან ქალბატონმა რომ დარეკა კითხვა დაგვისვა და ცოტა გამოგვეპარა ყურადღებიდან მან დასვა ესეთი კითხვა სად შეიძლება ამ პროდუქტის შეძენა და მე მინდა აუცილებლად გავცე ამ ქალბატონს პასუხი. ჩვენი წარმომადგენლობა არის წერეთლის 116-ში დიდუბე პლაზაში, TNC-ის წარმომადგენლობაში მეორე სართულზე შეგიძლიათ მიბრძანდეთ. ტელეფონი გამოვაცხადოთ თუ შეიძლება. ამ შემთხვევაში ტელეფონის ნომერს არ აქვს მნიშვნელობა, ადგილზე შეუძლიათ მიბრძანდნენ და უბრალოდ უნდა თქვან რომ ობიექტივიდან მიიღეს ინფორმაცია, იმიტომ რომ ჩვენ ყველა თქვენს მოყურებელს, ვინც ახლა უყურებს აი ჩვენთან ერთად, სპეციალურ ფასდაკრებას გავუკეთებთ ჩვენს პროდუქტებზე, იმიტომ რომ დღეს ახლა განსაკუთრებული ადამიანები გვიყურებენ, ვიცი და განსაკუთრებული პრობლემებით არიან ისინი და ჩვენ აი ამ ფასდაკრებებს გავაკეთებთ სპეციალურად მათთვის. ძალიან დიდი მადლობა და მე კიდევ ერთ შეკითხვა მაქვს ირმა თქვენთან. რამდენად ხშირია აი თქვენი აი ეს დიაგნოსტიკას დავარქმე მე მაინც შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანები ყავთ თუ არა? რამდენად მოთხოვნადია თქვენი ეს ანუ ამ ტესტირებაზე პრინციპში არ არის მაინც და მაინც განსაკუთრებით ახლა ჩვენ არ ვამახვილებთ უკვე შეზღუდულ შესაძლებლობების პირებთან უკვე აქ ზოგადი მონაცემი უკვე როდესაც ვიცით იქ უკვე ანალიზების პასუხები და ასე შემდეგ აქ განსაკუთრებულად ტესტირებაზე აღარ ვამახვილებთ ხოლმე ყურადღებას იმიტომ რომ ზოგადი სურათი უკვე ესეთი ცნობილია და ჩვენ უკვე გვაქვს ბევრი ძალიან საინტერესო შედეგი ცერებრალურ დამბლაზე მაგალითად აი სენაკში მაქვს ესეთი მე მინდა ძალიან რომ ასეთი მოუყვეს შემთხვევა სენაკში მყავს ახლა 5 წლის პატარა ბიჭი რომელიც ჩვენთან ერთ-ერთმა თანამშრომელმა ასე ვთქვათ მოიყვანა და ჩვენი ერთ-ერთი აპარატით ეს არის სისხლის და ენერგიის ზარი გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით ალო დაუწე გისმენთ ალო გამარჯობა გინცალე მივესალმები თქვენს სტუმრებს ძალიან კარგია რომ ესე ფიქრობენ და ზრუნავენ ის რა ქვია ადამიანებზე და ერთი შეკითხვა მაქვს ჩემმა შვილმა გაიკეთა ჯვარედინი მყესის გადანერგვა ხო და მაინც ცოტათი ფეხი აწუხებს და მუხლში სახსარში და ეს პროდუქტი უშველის რაღაცა მას რა ქვია შედეგს გამოიღებს მადლობ ზარისთვის ქალბატონო მარინა წეღან თქვენ ახსენეთ მყესის დაჭიმულობას და კუნთის მოწესრიგებას უწყობს ხელსო რადგანაც აი უბრალოდ ახლა ცოტა მინდა აქცენტი გავაკეთო იმაზე რა კითხვა დასვა თვითონ ქალბატონო რასაც ქვია ჯვარედინი მყესის პრობლემები ეს არის ეგრეთ წოდებული ძალიან ხშირად პოსტტრაუმული პრობლემები და არა მარტო ამ მყესთან დაკავშირებით საერთოდ მინდა ვთქვა ესეთი რამ რომ ტრაუმის შემდეგი რეაბილიტაციის პროცესები ორგანიზმში რაც დაკავშირებულია სახსრის
მყესის, სასახსრე ფოსოს, ხრტილის და საერთოდ აი ესეთი სტრუქტურული მომენტების აღდგენასთან და რეაბილიტაციასთან ჩვენი პროდუქტი პირდაპირ ამას ემსახურება. აქ გათვლა კეთდება არა მარტო მინერალებზე, ჩვენთან არის პროდუქცია, რომელიც უშუალოდ ითვლება როგორც ხრტილის აღდგენები, უშუალოდ ითვლება როგორც კოლაგენის სერიოზული აღდგენები, გიალურონის სერიოზული აღდგენები. ეს არის ხიტოზანი, ეს არის ხოლიკანი, რომელიც სტრუქტურულად აღადგენს უჯრედებს. ამიტომ რა თქმა უნდა, იმ კითხვაზე, რაც ქალბატონმა დასვა, მე ერთ ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, შედეგი აუცილებლად გაუმჯობესების იქნება პროდუქტის მიღებასთან ერთად და ძალიან კარგი იქნება ის მომენტი, რასაც ქვია იშოუკანის მოხმარება, იმიტომ რომ აპარატი ბევრად უფრო აჩქარებს, ბევრად უფრო ეფექტურს ხდის თვითონ ფუნქციონალური საკვების მუშაობას. ეს არის ადგილობრივად თუ ეს არის სისტემური მიღების გზა. არ აქვს ამას მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, ექნება ეფექტი. ძალიან საინტერესოა. გმადლობთ ქალბატონო მარინა. დავასრულოთ თქვენ საუბრობდით ქალბატონო ირმადია. ანუ მე მინდა ხა ბოლო შემთხვევა რაც მაქვს ზოგადად ცერებრალურ დამბლასთან დაკავშირებით აღნიშნო, რომ 5 წლის ბიჭუნა მოიყვანეს ჩვენთან. რომელიც რა თქმა უნდა უბრალოდ რეაბილიტაციის კურსს გადის ჩვენთან, დამატებითი არის ეს ყველაფერი. და განსაკუთრებული პირველი რეაქცია იყო ის, რომ 2 თვის თავზე, როდესაც მან გაიარა ჩვენთან კურსი, კალციუმი, საბავშვო კალციუმი და სპირულინა იყო ძირითადი პროდუქტი მასთან და აპარატი, რომელიც მუშაობს სისხლისა და ენერგიის ცირკულაციასა და სტიმულირებაზე მთლიანად. ამ აპარატზე მოხდა სპეციალური, ასე ვთქვათ, ვაყენებდით ფეხის გულებზე, სადაც არის რეცეპტორები და ასე ვთქვათ, სპეციალური წერტილები, რომლის გააქტიურებაც ხდება და ბავშვი საერთოდ ვერ დადიოდა, ვერც ფეხს ნაბიჯს ვერ დგავდა საერთოდ და ეხლა გვაქვს ძალიან საინტერესო შედეგი, რომ თითის წვერებზე ბავშვმა ფეხის დადგმა დაიწყო. ნუ მე მაგალითად სიხარულისგან ვიტირე პირველად აი ამ ყველაფერს რო უყურე. ანუ ეს ერთ-ერთი ჩემთვის პირადად ძალიან ემოციური შედეგი არის. მე ვერ ვიტყვი რომ იქ უკვე რაღაც 100%-იანი შედეგი წამოვიდა, მაგრამ ნუ მე რომ შობელს უყურე მის რეაქციას, მივხვდი რომ მისთვის ეს კიდევ ერთი ძალიან საინტერესო გამარჯვება იყო აი ამ პრობლემაზე და ჩემთვის ეს ძალიან დიდი სიამაყეა, რომ თუნდაც ერთ ადამიანს შეიძლება პატარა სიხარული მივანიჭოთ, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სწორ გზას ვადგავართ რეალურად. ძალიან საინტერესოა მართლაც. ბატონო დაჩი, ხო თქვენთან მინდა გადმოვიდე. თქვენც ბრძანდებით კვების სპეციალისტი და დამოუკიდებელი პარტნიორი, კონსულტანტი, ხო? აი თქვენთან მაქვს ისეთი შეერთი როგორც კვებასთან ბიოლოგიურად აქტიური დანამატები. თქვენი აზრი მაინტერესებს, რამდენად თქვენს პრაქტიკაში რამდენად გაამართლა, თუ ყავდათ შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვები და რა შედეგები მიიღეს ამათმა თქვენი პროდუქტის მოხმარების შემდეგ. დიახ. პირველ რიგში მოგესალმებით, კიდევ ერთხელ მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მე პირადად არ მყოლია ესეთი პაციენტები, შეზღუდული შესაძლებლობის პაციენტები, რომლებსაც ესე ვთქვათ შედეგები ქონიათ საქართველოში, მაგრამ მყოლია საზღვარგარეთ, ანუ კერძოდ რუსეთში, ბელარუსიაში მომისმენია ძალიან ბევრი ისტორია, სადაც ძალიან დიდი და ძალიან სერიოზული შედეგები აქვთ. ნუ იმას არ ვამბობ, როგორც ქალბატონმა მარინა ბრძანა, აქ არ არის რაღაც გრანდიოზულ შედეგებზე საუბარი, მაგრამ წინსვლა, ისე როგორც ქალბატონმა ირმამ ბრძანა, იგივე ფეხის წვერებზე დადგომა, ბევრს ანუ იცით რა, აქ უკვე როდესაც შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვი უმოძრაოა და ის თითის წვერებზე დადგება, ეს მე მგონი ძალიან დიდი შედეგია. ეს უკვე დიდი რამეა ჩემის აზრით რა. სადაც ის მოხერხდა, რომ ბავშვი თითის წვერებზე დადგა, ჩემი აზრით თუ გაგრძელდა ამ ხაზით მკურნალობა, ის ფეხის წვერები მერე ფეხი დადგება და შეიძლება ერთ ნაბიჯს მეორეც მოყვეს. მე ამას არ ვიცი, მე გაოცებული ვარ, მაგრამ არის რეალურად ასეთი შედეგები, როდესაც ბავშვი ხელის დახმარებით უკვე გადაადგილდება და ეს პრობლემისთვის არის რა თქმა უნდა. უკაცრავად ქალბატონო
ქალბატონო ზარია ეთერში გისმენთ პირდაპირ ეთერში გენაცვალე გამარჯობათ იცით რა მაინტერესებს მე ვარო 70 წლის ქალბატონი და მაქვს სპონდილოს არტროზი ნორმალურად დავჯერო ყველაფერი მაგრამ საშინელი ტკივილები მაქვს და აი ეს არტროზ თუ შველით ეს აი კოლაგენის აღდგენა ხტილების ცოტა აღდგენა აი ამ დაგვარი რაღაცეები სახსრები ნუ არტროზი მაქვს საერთოდ პოლიარტროზი მაგრამ ნუ დავდივარ მოძეობ ნორმალურად მაგრამ ტკივილები მაქვს აბა გისმენთ ქალბატონო ქალბატონმა ბრძანა რომ არის ართროზი. სამწუხაროდ მე მინდა დიფერენციაცია გავაკეთო, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს პრობლემები სახსრების ტკივილის დროს. მაგრამ გამომწვევ მიზეზებს აქვს მნიშვნელობა. როდესაც უკვე ისმება დიაგნოზი ართროზი, ანუ როდესაც აქვს დეგენერაციული დაზიანება სასახსრე ზედაპირების, აქ მარტო ფუნქციონალური საკვებით ჩვენ ფონს ვერაფრით ვერ გავალთ. და მე რა თქმა უნდა მომხრევარი მისი, რასაც ინტეგრალური მედიცინა ქვია, სადაც საჭიროა ვამუშაოთ პროდუქტი, რომელსაც ქვია მედიკამენტი და ქიმიური პრეპარატი და აქ შეიძლება იყოს ძალიან ძლიერი არასტეროიდული ანთებისაწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებაც საჭირო, იქ ჩვენ ის უნდა გამოვიყენოთ. უბრალოდ მე რა შემიძლია უთხრა ქალბატონს, რადგან არის მიდრეკილება სახსრების დაზიანებისკენ, სჯობია ამ პროდუქტის მიღება იმისთვის, რომ არ განვითარდეს იგივე პროცესი სხვა სახსარში. მადლობთ ზარია კიდევ გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. მოგესალმებით. მივესალმებით თქვენ სტუმრებს, ძალიან სასიამოვნოა თქვენი მოსმენა და მაქვს ერთი შეკითხვა. რადგანაც საუბრობთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე, ძალიან მაინტერესებს აუტის ბავშვებთან თუ არის ეს პრეპარატები რამე გამოცდილი და მიღებული და თუ არის რაიმე შედეგი. მე მყავს აუტისტი გოგონა, რომელთანაც ძილის პრობლემები გვაქვს ჩვილობიდან და ძალიან წუხართ ამაზე, ძალიან გვიჭირს ძილი და შესაბამისად რეაბილიტაციაც ჭირს ბავშვის, ინტეგრაციაც სოციუმში და რა ვიცი თუ არის საშუალებები, აი ესე დამამშვიდებელი ეფექტი და რაიმე შედეგიანი. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ზარისთვის თემასთან ახლოსაა ზარი და ძალიან მიხარია რომ შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვია კითხვა. ქალბატონო მარინა რა უპასუხოთ? საერთოდ მინდა გითხრათ რომ ეს პრობლემა უკვე საკმაოდ მოხშირდა და საკმაოდ სერიოზულად და ძნელად გათვალისწინებელი გახდა. კომპანიის პროდუქციაში არის უნიკალური პროდუქცია, ეს არის იკანი პროდუქტი, რომელიც შეიცავს სერიოზული საპონინების შემცველობით, რომელიც ხსნის ძალიან სერიოზულ ჰიპოქსიის ფონს ნერვიული სისტემისას. მე მინდა გითხრათ, რომ აუტიზმი ეს არის პრობლემა პირველ რიგში ემოციური ფონის კონტროლისა და ნერვიული სისტემის რეგულაციისა. რა თქმა უნდა, კონტექსტში ყველაფერი მასთან, რასაც სოციალური მომენტები ქვია. მაგრამ თუ კი ჩვენ არ მოვახერხეთ ის, რასაც მაქსიმალურად განტვირთვა ქვია ბავშვის ნერვიული სისტემის ყოველგვარი გამაღიზიანებლისაგან. ადეკვატური რეაგირების საშუალება არ მივეცით ბავშვის ნერვიულ სისტემას გამაღიზიანებელზე. არ მოუხსენით სტრესი და დაძაბულობის მომენტი, რა გინდ ძალიან კეთილი დამოკიდებულება არ უნდა გექნეთ. ბავშვთან ჩვენ ამ მდგომარეობიდან ვერ გამოვალთ. რა თქმა უნდა არის პროდუქცია. ეს არის იკანი, ეს არის პირდაპირ ტვინის მოქმედების გასაუმჯობესებელი კალციუმი. ეს არის ხოლიკანი, რომელიც სტრუქტურულად ანტიოქსიდანტია და პირდაპირ მუშაობს იმაზე, რასაც აი აგრესიული მომენტების განეიტრალება ქვია. აი ყველაფერი ეს კონტექსტში ერთად ფსიქოლოგთან ურთიერთობაც და ოჯახის გვერდში დგომაც ძალიან კარგ ეფექტებზე გავდივართ კი ბატონო. უღრმესი მადლობა ქალბატონო მარინა, დაგვრჩება ბატონი დაჩი ისე გავაგრძელოთ თქვენ საუბრობდით და ზარმა შეგვიშალა ხელი. არ შეგვიშალა, ნუ გაგვაწყვეტინა საუბარი. დიახ, გისმენთ. ძალიან კარგია რომ წამოვიდა ადამიანებისგან კითხვები, ესე იგი არის ინტერესი და რა თქმა უნდა დავეხმარებით ბევრს ყველას. რაც შეეხება იმ კითხვას, რაც თქვენ ბრძანეთ, ამაზე საქართველოში ჯერ არ აქვს ისეთი სერიოზული შედეგები, იმიტომ რომ მიხვდებით რომ ამას დიდი ხანი ჭირდება მკურნალობას, ჩვენთან არ არის დიდი ხანია კომპანია, ანუ სულ 4 წელია რაც შემოვიდა ბაზარზე, ამიტომ ჯერ ვერ ავითვისეთ ეს ბაზრები, მაგრამ ადამიანები მოდიან, მკურნალობენ, გვაქვს გარკვეული შედეგები და კიდევ უფრო მეცველოდებით. ანუ ჯერ საზოგადოება არ გიცნობთ, ნაკლებად გიცნობთ. საზოგადოება გვიცნობს, მაგრამ ზოგადად აი ამ პრობლემის მოგვარება სჭირდება ძალიან დიდი დრო, რომ ადამიანმა გაიაროს ამ პრობლემის შემდეგ რაღაც ფეხზე წამოდგეს, იგივე საღლაპავი მილი რო საჭმელი საკვების ანუ შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანებზე საუბრობთ.
აი ამ ადამიანებზე საუბრობ. ამას ჭირდება დრო, დიდი ხანი რომ რაღაც შედეგი მივიღოთ გარკვეული, ამას ველოდებით, აი გარკვეული შედეგები გვაქვს და რა ვიცი, ყველაფერს მოგასწვით და რასაც გავიგებთ, რაც გვექნება შედეგები, დავდებთ, ეს იქნება ინფორმაცია ხელმისაწვდომი იმ ადამიანებისთვის, თქვენაირი ადამიანებისთვის, რომლებსაც აწუხებს ეს პრობლემა, ყავთ ოჯახში ესეთი ადამიანები და შეეძლებათ მოვიდნენ და გაუწიოთ დახმარება. იგივე მე დავამატებ იმას, რომ ქალბატონმა ირმა ბრძანა, რომ მიიღებენ ფასდაკლებით ყველაფერს, გავუკეთებთ იგივე ექიმის კონსულტაციას ჩვენთან კონსულტანტის კონსულტაცია იქნება აბსოლუტურად უფასო, ექნებათ პროდუქციაც საბითუმო ფასში მიიღებენ, ასევე მიიღებენ ფასდაკლების ბარაც, კომპანიას აქვს შესანიშნავი მარკეტინგ გეგმა, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ кэშბექებით რაღაც გარკვეული ფული მოვაგროვოთ, ხდებით პროსუმენტი, ესე ვთქვათ, გარკვეული ბარათი გვეძლევა ფასდაკლების და შემდეგ უკვე როცა პროდუქციის აქტიური მოხმარებელი გავხდებით და დაგვიგროვდება რაღაც გარკვეული პროდუქცია, გვეკუთვნის უკან 15%-დან ზევით და ზევით იზრდება შემოსავლები, ანუ ის რასაც ჩვენ ვიყიდით, ისევ რომ უკან დაგვიბრუნდეს და რაც შეიძლება მეტად რომ შემცირდეს ხარჯები, ეს მით უმეტეს იმ ადამიანებს, რომლებსაც დიდი ბევრი პროდუქცია ჭირდებათ. შეთავაზებაა სხვათა შორის ეს, იმიტომ რომ შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანები, როცა არიან ოჯახებში, წლები იქ ეკონომიური მხარე ძალიან მოიკოჭლებს და აი ეს თქვენგან ეს შეთავაზება იქნება ძალიან მომგებიანი ოჯახებისთვის, იმიტომ რომ თუ ისევ იქ დაუგროვდებათ შენაძენისგან 15% ხო თანხა და შემდეგ კიდევ შეეძლებათ რომ მიემატება და მიემატება, მე მგონი ეს ძალიან შეუძლიათ ფულის სახით აიღონ, შეუძლიათ იგივე პროდუქციის სახით აიღონ, ვინაიდან ჭირდებათ ბევრი პროდუქცია, უკვე ეს თანხა გამოჩნდება და უკვე სერიოზული ფასდაკლება გამოუვათ ანუ პროდუქციაზე. და რა ვიცი, რაც შეგვეძლება, ყველაფერს გავუკეთებთ. იქ არის ხოლმე კომპანია თვითონ ძალიან ქველმოქმედი არის, მთელ მსოფლიოში ცნობილია ამით, თუ რაიმე იქნება ჩვენგან გასაკეთებელი და თუ რამე შევძლებთ, აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებთ და შევეცდებით ყველანაირად მაქსიმალურად დაუდგეთ გვერდში და დავეხმაროთ ამ ადამიანებს. ძალიან სასიამოვნოა ესეთი სიტყვების მოსმენა, იმიტომ რომ რაღაც შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანები მაინდა-მაინც არ არიან განებივრებული ყურადღებით ხელისუფლებისგან და ძალიან ბევრი პრობლემებია, მოგეხსენებათ რა, ძალიან ბევრი პრობლემებია, იმდენი ერთი და ორი არ არის, არის მთელი რიგი ჩამონათვალი პრობლემების და ოჯახები არიან სოციალურად დაუცველები და სიღარიბის ზღვარს მიღმა და აი ეს დიდი ფუფუნება იქნება ამათთვის, ახლა თქვენ რაც ბრძანეთ, რომ თავიანთ შვილებს და ოჯახის წევრებს, შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანებს მიაშველონ აი ეს თქვენი დახმარება იმ მხრივ, რომ თუნდაც აი ეს გამოკვლევა თქვენ როგორც ბრძანეთ ქალბატონო ირმა, დიაგნოსტირება, ანუ დიაგნოსტიკა იგივე, იმიტომ რომ ამ ტესტირების შემდეგ უსვავთ თქვენ ანუ შეესთავაზებთ რომელი პროგრამის შერჩევას ვაკეთებთ. კი, აი ამ პროგრამის შერჩევას კი ეხმარებით და მე მგონი ეს თითოეული ოჯახისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რაზეც მე თვითონ პირადად გიხდით უღრმეს მადლობას. ქალბატონო ირმა, წუთ ნახევარი დაგვრჩა და ხომ არ დაამატებდით კიდევ რამეს, აი რა შეიძლება კიდევ არ გამოგვრჩეს, რომ რა შეიძლება კიდევ თქვათ, რომელ მასზე შეგვიძლია, რომელ მინერალზე შეგვიძლია ან რაღაცა. ანუ მე მინდა ესეთი ძალიან მინდა რომ დავამატო ინფორმაცია. დღეს მსოფლიო ბაზარზე ძალიან ბევრი კომპანია მუშაობს, რომელიც ზოგადად ბიოპროდუქციას აწარმოებს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის ის ფაქტი, რომ დღეს ჩინური და ტიბეტური მედიცინა არის აბსოლუტურად მოწინავე. მთელი მსოფლიო მიდის იქითკენ, რომ ყველაზე წინწასული არის სინამდვილეში ეს მედიცინა და დღეს ამ მიმართულებით მუშაობს კომპანია. დღეს ჩინელი იმპერატორებისთვის, ასე ვთქვათ, გამზადებულ რეცეპტებზე არის დამზადებული ჩვენი პროდუქტები. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ის პროდუქტი, რომელიცაც თავის დროზე მიუწვდებოდა ხელი მხოლოდ ჩინელ იმპერატორებს და დღეს ჩვეულებრივ საზოგადოებას, ან ჩვეულებრივ მოკდავებს ადამიანებისთვის არის ხელმისაწვდომი ასეთი ძვირფასი მედიკამენტები, ისე პროდუქტები, ასე ვთქვათ, რომლებიც ძალიან წაადგება თქვენს ჯანმრთელობას. დღევანდელი ჩემი გადაცემა დასასრულს უახლოვდება.
მე უღრმესი მადლობა მინდა მოგახსენოთ ქალბატონებო და ბატონო დაჩი მობრძანებისთვის. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.